ჩემს 18 წლის შვილს უპოვე ოთახში ნარკოტიკები. ვარ საშინლად დასტრესილი, შოკში, შეშინებული. არ ვიცი ეს როგორ დაუშვი და როგორ გამომეპარა. ვადანაშაულებ ჩემ თავს, ბავშვი მეღუპება, მეც ვიღუპები. არ ვიცი რა არის გამოსავალი, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და მირჩიეთ რამე. უძვირფასესო და უსაყვარლესო თანამემამულეებო, ეს წერილი მივიღე გამომწერი ქალბატონისგან, მაგრამ ამდაგვარი შეკითხვები ასობით შემომდის პირადში ყოველ დღე და ვხვდები, რომ ეს არის ძალიან აქტუალური, სერიოზული და მტკივნეული თემა ბევრი ოჯახებისთვის და როგორც ოჯახის თერაპევტი და ფსიქოლოგი, ვთვლი აუცილებლად რომ ეს განვიხილო, თუ დღეს არ ახართ მძიმე თემების ხასიათზე, გადადით ჩემს პროფილში, ჩემ არხზე იპოვეთ წინაკვირას დადებულ 2 სერიას მილიონერებზე და გაერთობით, ან როგორ დაიწყო ცხოვრება ახლიდან, იმაზეც გაერთობით, თუ გინდათ ასეთი რთული და სერიოზული თემის ჩემთან ერთად და გარჩევა, მაშინ დავიწყოთ. ჯერ მინდა ქალბატონი დავამშვიდო, ყოველი მშობლისთვის ყველაზე საშინელება შეიძლება იყოს 2 რამე. ერთი ეს არის შვილის გარდაცვალება და მეორე ეს არის შვილის არასწორი არჩევნები. მადლობა ღმერთს, თქვენი შვილი ცოცხალია და სანამ ადამიანი ცოცხალია, იქ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, ასე რომ მოდი ვნახოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. რა არის საერთოდ ნარკოტიკი? დღეს მე ვერ ვილაპარაკებ ყველანაირ ნარკოტიკებზე, მძიმე ნარკოტიკებს სჭირდება სხვა რეკურსი, ჰეროინს, კოკაინს, იქ სხვა განხილვა სჭირდება, იმიტომ რომ სხვანაირად მოქმედებენ. დღეს განვიხილავ უფრო მსუბუქ ნარკოტიკებს. აქ ვფიქრობ, რომ ლაპარაკია მოზარდზე, ვფიქრობ კი არა, ლაპარაკია მოზარდზე, 18 წლის მოზარდზე და უფრო მოზარდები და უფრო ბავშვები, ახალგაზრდები უფრო დღევანდელ დღეს ხმარობენ ისეთ მსუბუქ ნარკოტიკებს, ეგრეთ წოდებულ მსუბუქ ნარკოტიკებს, როგორიც არის მარიხუანა, ჰაში და ასე შემდეგ. რანაირი ნარკოტიკებია ეს და რატო იზიდავენ ესეთი ნარკოტიკები ჩვენ ახალგაზრდობას? საქმე იმაშია, რომ ამ ნარკოტიკებს აქვთ ისეთი უნარი, რომ გავლენა მოახდინონ ადამიანის ნერვულ სისტემაზე იმდაგვარად, რომ ადამიანს, რომელსაც თვითონ უჭირს თავისი ემოციების რეგულაცია, აღარ სჭირდება ამის გაკეთება. თუ მაგალითად ადამიანი იმყოფება რაღაცა სტრესში, იმყოფება რაღაცა ცუდ განცდებში და არ იცის თავისი თავი როგორ დაემშვიდოს, აქ მოდის ესეთი არასწორი მეგობარი, ჯადოსნური ჯოხი, რომელიც მას უცბად ამ ყველაფერს დაავიწყებს და როგორ ამ ნარკოტიკებს აქვთ ზეგავლენის უნარი ჩვენს ფიქრებზე, ჩვენს ფსიქოლოგიურ მექანიზმებზე და შეუძლიათ ჩვენი აზრები შეგვიჩერონ, ან პირიქით დააჩქარონ, შეუძლიათ ჩვენი განცდები შეგვიჩერონ, ან უფრო სასიამოვნო განცდები გამოგვიწვიონ, ორგანიზმი და სხეული განგვიტვირთონ და მოვეშვათ და აგრეთვე დეპრესიაც თუ აქ ადამიანს შეუძლია ასეთ ნარკოტიკებს, რომ ცოტა ხანი ადამიანს მისცეს რაღაცა სტიმული და სასიამოვნო შეგრძნებები. ამიტომ ამითი ის ხდებიან, ესეთი ნარკოტიკები ხდებიან მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის. რანაირი დამოკიდებულება ხდება? ეს არ არის ზუსტად ისეთი დამოკიდებულება, როგორიც აქვს ჰეროინს ან კოკაინს, იმიტომ რომ აქ არა გვაქვს საქმე ლომკებთან და თუ როგორც ალკოჰოლის შემთხვევაში პახმელიებთან, ანუ არ ხდება ისეთი არასასიამოვნო შედეგების შემდეგ, რამაც ბავშვი შეიძლება შეაჩეროს. აქ ეს ხდება ძალიან ეტაპურად, ბავშვი უმეტესად მოზარდი ვერ ამჩნევს, რომ დამოკიდებულება ხდება, ამ დროს მას ყოველთვის აქ ისეთი დამხმარე იარაღი და მეგობარი, ეგრეთ წოდებული ცრუ მეგობარი გვერდით, რომელიც რაღაცა სტრესის შემთხვევაში მას გამოადგება და დაამშვიდებს და აქ ხდება ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. თუ ჰეროინის და კოკაინის შემთხვევაში ხდება ფიზიკურიც და ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც, მარიხუანას და ჰაშის შემთხვევაში ხდება უფრო ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, სადაც ბავშვმა იცის, რომ აი ეს უნდა მჭირდებოდეს, მაშინ როცა მე ვერ გრძნობ თავს კარგად. რა შეიძლება იყოს მიზეზები, რომ ბავშვმა გადაწყვიტოს ჰაშის და მარიხუანას გამოყენება? პირველი და უმთავრესი ეს არის წრე, რა თქმა უნდა. თუ ბავშვი იმყოფება ისეთ წრეში, სადაც ექსპერიმენტებს აკეთებენ ნარკოტიკებზე, შანსი ძალიან დიდია, რომ ბავშვი დაიწყებს. რატომ? თუ ბიჭზე გვაქვს ლაპარაკი, ბიჭები არიან ძალიან ექსპერიმენტების მოყვარულები, არიან რისკიანები, უყვართ რაღაცა ახალის გაშინჯვა, მერე თუ რომც არ იყოს, გოგოებიც აქვს ესეთი, მაგრამ უმეტესად ბიჭები არიან.
თუ კიდე არ იყოს ეს წრე და იყოს ვიღაცა მეგობარი. თუ ის მეგობარი შინჯავს და ამას მისცემს გასაშინჯას, ხანდახან ეუხერხულებად კიდევაც კი რომ უარი თქვან. ამიტომ ეშინიათ კიდევაც თუ წრეზეა ლაპარაკი მეგობრების წრეზე რომ არ ჩათვალონ ისინი ლაჩრებად, არ დაუწყონ მათ დაცინვა და ასე შემდეგ და ბავშვების თანხმები ანუ გაშინჯონ და მერე თუ მოეწონებათ აგრძელებენ ამის გამოყენებას. კიდე რა შეიძლება იყოს მიზეზი, იყოს შეიძლება სტრესი, შეიძლება ბავშვს აქვს სკოლაში რაღაცა დატვირთვა ისეთი რომ ბევრი გაკვეთილები ძალიან ბევრი გადასაწყვეტი რაღაცა პრობლემები მაგალითად გამოცდებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ ეს შეიძლება იწვევდეს რაღაცა ნეგატიურ ფიქრებს და ამიტომ ბავშვი ასეთი გზით განიტვირთება. თუ მას აქვს ხშირად დაძაბული სხეული, დაძაბული კუნთები, ორგანიზმი, აქაც შეიძლება ბავშვმა ნარკოტიკს მივართოს, იმიტომ რომ ნარკოტიკს აქვს ეს უნარი, რომ ბავშვი განტვირთოს ფიზიკურად და კუნთებიც განუტვირთოს. არიან ასევე ბავშვები ეგრეთ წოდებული აქტიური ქართულად არ მახსოვს რა ქვია ADHD ან ADD ეს დეფიციტი, როცა ბავშვს აქვს კონცენტრაციის დეფიციტი. და ამ შემთხვევაში ეს ბავშვები არიან ხშირად ძალიან ჰიპერაქტიურები და ნარკოტიკი მათ აძლევთ ისეთ სიმშვიდეს და სიწყნარეს. ან თუ ბავშვს აქვს რაღაცა დეპრესია, ნარკოტიკი აქ დაეხმარება არასწორი გზით, რა თქმა უნდა, იქმნება ფსიქოლოგიური მექანიზმი. ჩვენ ყველას გვაქვს ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები და ამ დროს ადამიანს თუ აქვს ისეთი დაცვის მექანიზმი, რომ მას აქვს გაქცევითი თავდაცვის მექანიზმი, პრობლემებისაგან გაქცევითი, ნარკოტიკი და ალკოჰოლი არის უმშვენიერესი ამ შემთხვევაში დამხმარებელი, ეხმარებიან ადამიანს პრობლემისგან გაქცევაში. რა შედეგები შეიძლება მოყვას მარიხუანას გამოყენებას? მარიხუანას ან ჰაშის და მსუბუქი ნარკოტიკების გამოყენებას. ისევე როგორც ალკოჰოლი, ნარკოტიკები მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და ნერვულ უჯრედებზე. მოზარდებს, ახალგაზრდებს ჯერ არ აქვთ მთლიანად ჩამოყალიბებული ნერვული სისტემა და რა თქმა უნდა, ეს ნივთიერებები მოქმედებენ უჯრედებზე და არა სასარგებლო გზით, განვითარებაში უშლიან ხელს. რა შეიძლება გამოწვიოს? გამოკვლევები არის ჩატარილი და დადგენილი არის, რომ ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად და განმეორებით ხმარობენ ხშირად ასეთ ნარკოტიკებს, რეგულარულად ანუ, მათ აქვთ ძალიან დიდი შანსი, რომ განუვითარდეთ ფსიქიატრიული დაავადებები და მათ შორის ისეთი საშინელი დაავადება, როგორც არის მაგალითად შიზოფრენია. ამიტომ სასარგებლო ნამდვილად არ არის ნარკოტიკების გამოყენება. ეს შეგიძლიათ დაგუგლოთ და იპოვოთ ინფორმაცია ამის შესახებ. თუ ბავშვს არ აქვს ჯერ ნარკოტიკები დაწყებული, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ ბავშვმა არ გადაწყვეტოს ნარკოტიკების გამოყენება? აუცილებლად დატვირთეთ შვილები სწორი გზით. სპორტი ალბათ ეს არის ყველაზე კარგი, რაც მშობელმა შეიძლება მისცეს ამ ასაკში თავის შვილს. ბავშვობიდან ატაროს სპორტზე სერიოზულად, იმიტომ რომ სპორტიც არის რაღაცა მხრივ ოღონდ სასარგებლო ნარკოტიკი. ისიც იმუშავებს ისეთ ჰორმონებს, რომელიც შეიძლება ბავშვს როგორც სიამოვნება ისე განაცდებინოს, იქაც აქტიურდებიან ჰორმონები, ადრენალინი მაგალითად და ეს არის ზუსტად ის სასარგებლო მექანიზმი, რომელიც დაეხმარება ბავშვს, რომ პრობლემებს მაგალითად სხვანაირად და უფრო ჯანსაღად გაუმკლავდეს. აგრეთვე დაასაქმეთ, აუცილებლად თქვენ შვილებს არ უნდა გქონდეთ ბევრი თავისუფალი დრო. ახალგაზრდებს აქვს ბევრი ენერგია. კი, დასტრესვა არ არის საჭირო, როგორც ჩვენი წინაპარი ბატონი ლენინი, კომუნისტი ამბობდა, რა არის დასვენება? დასვენება ეს არის აქტიურობის გამოცვლა. ერთი აქტიურობიდან მეორეში გადასვლა. მაგალითად, თუ ბავშვი დიდხანს იჯდა კომპიუტერთან, რა არის მერე რეალური დასვენება? ის ადგეს და წავიდეს და გაისიერნოს, ან სპორტი გააკეთოს. სპორტის მერე ისევ რაღაცა სხვა აქტიურობა გააკეთოს და აი ეს არის ჯანსაღი სტილის ცხოვრება. როცა ბავშვს აქვს ბევრი დრო, ბევრს ფიქრობს, არაფერს არ აკეთებს, მას ეწყება ისეთი შეგრძნებები, რომ ცხოვრება არის რაღაცა ცარიელი, რაღაცა უაზრო, თუ არა აქვს მაგალითად სამსახური და მერე
რაღაცა დაჯილდოებას ხელფასის სახით, თლად აღარ იცის რითი შეავსოს თავისი დრო და ზუსტად ამ პროცესებში მოდის ნარკოტიკი დამხმარებლად, ეგრეთ წოდებულ ცრუ დამხმარებლად, რომ უსებს ბავშვს იმ სიცარიელეს, როგორც სულიერს, ასევე ფიზიკურად არსებულ სიცარიელეს და ბავშვი იწყებს იმის გამოყენებას, იმიტომ რომ ეს მას რაღაცა ხალის მატებს. ამიტომ არ მისცეთ ნარკოტიკებს ესეთი საშუალება და დაატვირთვეთ სწორი გზით, თქვენი შვილები ნურს გადატვირთავთ ძალიან, მაგრამ ნურს ბევრ თავისუფალ დროს დაუტოვებთ. ახლა თუ უკვე დაწყებული აქვს ბავშვს ნარკოტიკების გამოყენება, რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ნარკოტიკი მისთვის ამ წუთას არის სტაბილური ფაქტორი მისი დამშვიდების, გახალისების და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ უნდა იყოთ ნარკოტიკზე ძლიერი. ბავშვს უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ ნარკოტიკზე უფრო მეტი სტაბილური და ძლიერი მეგობარი ხართ მისთვის. ამიტომ თუ თქვენ დაიწყებთ წივილს, კივილს, ჩხუბს, აგრესიას, გამოძალვას, ამ ნარკოტიკების დამალვას, ეს ბავშვისთვის არ იქნება სტაბილური და უსაფრთხო გზა. მას სჭირდება სწორი მოტივაცია. რამ შეიძლება გადააჩვიოს ადამიანი ნარკოტიკებს? მხოლოდ მოტივაციამ. თუ არ ექნება ბავშვს მოტივაცია, თავდაყირადაც რომ დადგეთ, ვერ გადააჩვევთ. როგორ მივიყვანოთ ბავშვი მოტივაციამდე? როგორც ფსიქოლოგმა ვიცი, ყველაზე ნამდვილად სანდო, სამი მოტივატორი, რაც ადამიანს აიძულებს რაღაცა გამოცვალოს თავის თავში და ცხოვრებაში, ეს არის პირველი შიში, მეორე ეს არის სიყვარული და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და მესამე ეს არის დაჯილდოება. შიშმა შეიძლება რეალურად გადააჩვიოს ადამიანი ნარკოტიკებს. თუ მაგალითად ალბათ გაგიგიათ კიდევაც, რომ ადამიანი ალკოჰოლით მოიწამლა, ან რაღაცით მოიწამლა და ამის შემდეგ აღარ მიკარებია. და ეს რეალურად მოქმედებს. ნუ მოწამლათ თქვენ შვილებს, მაგრამ იპოვეთ ინფორმაციები, დაანახეთ, რომ შეიძლება ესეთი ცუდი შედეგები მოყვეს ნარკოტიკების გამოყენებას, წააკითხეთ, ფილმები აჩვენეთ, უპოვეთ ესეთი ინფორმაცია, რომ გაიგოს. მაგრამ ისე დაელაპარაკეთ, რომ მან არ დაიწყოს გაქცევა, არამედ უყუროს რეალურად. მოტივაციური ლაპარაკი ქვია ამას. მეორე, კონდეს მას ურთიერთობები საპირისპირო სქესთან. როგორი ურთიერთობები? მე არ გულისხმობ სექსუალურ ურთიერთობებს, აქ საერთოდ ზოგადად მაქვს ურთიერთობებზე, იმიტომ რომ სიყვარული არის ისეთი გრძნობა, რომელმაც აგრეთვე ეუფორიები შეიძლება გამოიწვიოს, მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობაც იქნება დამხმარე, ამ შემთხვევაში, რომ ბავშვს აღარ დასჭირდება ნარკოტიკები. ჩემ პირად პრაქტიკაში ხშირად მინახია, მაგალითად კლინიკაში, სადაც მე ვმუშაობდი, სადაც ცდილობდნენ ბიჭები გადაჩვეოდნენ ნარკოტიკებს და იქ გოგოებიც იყვნენ, იმ პერიოდში, როცა მათ ლომკები ჰქონდათ, უყვარდებოდათ ვიღაცა გოგო ჯგუფიდან და ეს სიყვარული მათ შველიდათ, რომ ეს ლომკების პერიოდი გადაეტანათ. ამიტომ შეუწყეთ შვილებს ხელი, რომ უყვარდეთ ვიღაცა და ეს მას დაეხმარებათ. მესამე რა შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს არის დაჯილდოება. შეპირდით ისეთი რამე, რაც მას ასევე შეიძლება უფრო მეტ სიამოვნებას მოუტანს, რომ იმას ან გაუკეთებთ, ან უყიდით, ან სადღაც წაიყვანთ. მას უნდა გქონდეს რაღაცა სტიმული, რომ ეს მოტივაცია გაუჩნდეს. მოკლედ, იმუშავეთ ბავშვის მოტივაციაზე და თუ ბავშვს უკვე გაუჩნდა მოტივაცია, დაანახეთ, რომ თქვენ ხართ აი სტაბილური მეგობარი, რომელიც ეყოლება მას გვერდით, რომ მას არ სჭირდება ის ნარკოტიკი. ეტყვით, თუ დაძაბული ხარ, შვილო, მითხარი, მოდი მე სიყვარულით გაგიკეთებ მასაჟს იმ კუნთებზე, სადაც შენ დაძაბული ხარ. თუ შენ სულში რაღაცა წუხილი გაქვს, მითხარი, მოდი ვილაპარაკოთ ამ თემაზე. მოდი ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება. ნუ დაიწყებთ იქ მიეცით მას იმ წუთას ნუ დაიწყებთ ჭკუის სწავლებას, მიეცით მას საშუალება, რომ გამოთქვას თავისი წუხილი, თუ თქვენ ვერ არიცით როგორ დაეხმაროთ, ერთად წადით ფსიქოლოგთან. ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი, რაც შეგიძლიათ გადადგათ, იმიტომ რომ ემოციების რეგულაციასთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ნარკოტიკების გამოყენება და აქ ფსიქოლოგი ზუსტად ასწავლის ბავშვს, როგორ შეუძლია ნარკოტიკების გარეშე ჯანსაღი გზით ემოციების რეგულაცია. ეთამაშეთ, უთხარით, წამო ვითამაშოთ, წამო კალათბურთი, ფეხბურთი ვითამაშოთ, წამო რაღაცით გავერთოთ. ეს იქნება მისთვის ძალიან დიდი მეგობრული და დამხმარე ხელი და
ამით თქვენ უფრო აჯობებთ ნარკოტიკს და უფრო კარგ კავშირს და მიჯაჭვულობას დაამყარებთ თქვენ შვილთან. ასე რომ ჩემო კარგებო, გქონდეთ ბედნიერი ოჯახები, გყავდეთ ჯანსაღი შვილები, გამოიყენეთ ეს ინფორმაცია, რა შეკითხვები გაქვთ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მომწერეთ, რომ გადავიღო უფრო მეტი ვიდეოები და ბედნიერებას, ჯანსაღ ოჯახებს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.